გამარჯობათ, მე ვარ ბუბუკა და დღეს მე ამ უთში გასწავლით თუ როგორ გავაკეთოთ კომპიუტერზე ისე, რომ ვიდეოს გადაღების დროს ისმოდეს ხმა კარგად, ანუ გარკვევით ისმოდეს ყველაფერი. საერთოდ ჩვენ საიტზე და საერთოდ ზოგადად ქართულ ვებში, ვიდეო გათვლებში არის ის ერთი დიდი პრობლემა, რასაც ქვია დაბალი და გაურკვეველი ხმა. ამას ძირითადად იწვევს კომპიუტერი ან მისი მიკროფონი. უშუალოდ უმეტეს შემთხვევაში არის ეს მიკროფონის ბრალი, მაგრამ ალბათ ბევრმა არის ის, რომ შესაძლებელია ამ დაბალი ხმის გამოსწორება. აი როგორც ახლა აი ამ ახალ ვიდეოებში მაქვს ხოლმე მე, რადგან ძველ ვიდეოებში ალბათ შევშენეთ რომ არც კარგად ისმის და გარკვევით, მაგრამ ახალ ვიდეოებში უკვე ეს პრობლემა საერთოდ მოხსნილი არის. აი ახლა თქვენ უსმენთ ამ ვიდეოს და მე დარწმუნებული ვარ რომ თუ თქვენ დინამიკებს რამე ასჭირთ, დარწმუნებული ვარ კარგად გესმით გარკვევით ხმა. ახლა კი გასწავლით თუ როგორ გავაკეთოთ თქვენს კომპიუტერზე ანალოგიურად რომ ყველასთვის გასაგები იყოს რასაც ლაპარაკობთ. ამისთვის Windows 7-ის შემთხვევაში შევდივართ სტარტი და გადავიდეთ control panel-ში. აი აქ მოვძებნოთ ფუნქცია sound. ანუ თუ სხვილ აიკონებზე გაქვთ ანუ კატეგორიების მიხედვით გადაიყვანეთ small ან large აიკონებზე, მე small აიკონებს გავაყენებ და ვიპოვეთ აქ sound-ი. შემდეგ გადავიდეთ აი აქ playback-დან recording-ში, სადაც ეს არის მიკროფონის ინფორმაციები განთავსებული, რამდენი მიკროფონის გვაქვს შეერთებული, იმდენი ინფორმაცია და ასე შემდეგ. და მათ შორის არის ეს ჩემი მიკროფონი, რომელიც ხმის ცვალებადობასაც ახლა თქვენ ჩემი საუბრის მიხედვით ხედავთ. შევიდეთ მის property-ში, რომელსაც ჩვენ გვაქვს ორი ხერხი, ან დავკლიკეთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და შემდეგ შევიდეთ property-ში, ან უბრალოდ აი აქ მოვნიშნოთ ის და დავჭიროთ აი აქ ღილაკზე properties. აი აქ არის უკვე სახელი მიკროფონის და რაღაც აიკონი და ასე შემდეგ, ეს არ გჭირდება საერთოდ. ამისთვის ჩვენ და უკვე ეს რომ შევცვალოთ ჩვენთვის მოვარგოთ, ანუ ვიდეო კუთვირის თემის შესაბამისად გადავდივართ levels და აი აქ არის ესეთი ფუნქცია. მოკლედ ესე იგი, აი აქედან იცვლება ეს ხმები. თქვენ ალბათ უკვე ვიდეოში შეამჩნევით, რომ ცვალებადობის დროს ჩემი ხმაც იკლებს ან იმატებს. ამ შემთხვევაში ჩემთან არ ჩანს, მაგრამ ვიცი რომ თქვენთან ესე ვიდეოს გადაღების დროს ასე არის. აი მაგალითად შეამჩნევთ რომ ასე უფრო დაბალია, ცოტა მაღალი, კიდევ უფრო მაღალი. ასე უკვე საკმაოდ დაბალია და ეს უკვე მიკროფონის სტანდარტული დონეა ეს. ხო, მოკლედ, მე თქვენ გირჩევთ რომ იყოთ დააყენოთ 20-ზე ან 10-ზე, რადგან ეს არის თითქმის საუკეთესო რაოდენობა დეციბელების და 30-ზე შეიძლება უკვე ზოგ შემთხვევაში უკვე სულად ისმოდეს კიდეც მიკროფონიდან. ან უბრალოდ ადექით და თქვენ მიკროფონის მიხედვით მოარგეთ, ან თქვენი მიკროფონის ხარისხის მიხედვით, ზოგან 30 დეციბელზე სუფთად არის და ან 0-ზეც დეციბელზეც საკმაოდ კარგად და გარკვევით ისმის. ეს უკვე ინდივიდუალური ალბათ მიკროფონის და მის ხარისხის მიხედვით და თქვენი კომპიუტერის მიხედვით. მე მხოლოდ გასწავლეთ ეს ხერხი, შემოგთავაზეთ, ახლა თქვენზეა დამოკიდებული როგორ გამოვიყენოთ მას. მოგეთ ეს ზოგადად რამე დამთავრებულია, თუ რამეს ვერ გაიგეთ, შემოდით Sofjis-ზე. შეიძლება ამ ვიდეო კუთვირის სრულიადში და მის კომენტარებში დაწერეთ ეს გაუგებრობა. ხოლო თუ რაიმე ზოგადი კითხვის კითხვა და თხოვნა გაგიჩნდებათ, გადადით საიტის ფორუმზე, გაიარეთ აქ რეგისტრაცია ან გაიარეთ ავტორიზაცია და დატოვეთ მის აი აქ გახსენეთ ახალი თემა შესაბამის ფორუმზე. მოკლედ ეს ვიდეო დამთავრებულია, ნახვამდის.